მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მურიკი საჯარო გაშლით და დღევანდელი ჩვენი გაშლის თემა იქნება მისი ქვეცნობიერი. გაშლა იქნება ერთვარიანზე, ამ შესაბამისად ასარჩევი არაფერია. განეწყოთ გაშლისთვის, მოусმინეთ აუცილებლად ყურადღებით სიგნიფიკაციას და ამის შემდეგ გადაწყვეტეთ უყურებთ თუ არა ამ გაშლას. შეგიძლიათ წარმოთქვათ მისი სახელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ფოტოსურათი ვიზუალიზაციისთვის, შეიქმნათ შესაბამისი განწყობა და ამის შემდეგ განაგრძოთ უკვე გაშლის ყურება. მაშასე, მისი ქვეცნობიერი, ვნახოთ პირველ რიგში სიგნიფიკაცია, რა მდგომარეობა არის ახლა თქვენთან, რომ იცოდეთ არის თუ არა ეს გაშლა თქვენი და მე უკვე ვნახავთ მის ქვეცნობიერსაც. აქვეში გახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, არ მირეკავთ, უბრალოდ მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში. რაო, რა სიმართლე მოვიდა თქვენამდე ისეთი, რომელმაც ძალიან ისე გაგამწარათ და მოგაქციათ ჩეხში. მოგაქციათ ვთით როგორ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, რომ შეყუჟული ხართ თითქოს ემალებით ყველას და ყველაფერს, არაფერზე საუბარი ეხლა ამ ეტაპზე არავისთანაც არ გინდათ. განმარტოვებაზე უფრო ფიქრობთ, ვიდრე იმაზე, რომ ეხლა თქვენს გარშემო ბევრი ხალხი იყოს, არა და რეალურად გჭირდებათ ეს. რაღაცა გაიგეთ, რაღაცა ინფორმაცია მოვიდა თქვენამდე, ისეთი იმდენად მწარე, რამაც კუთხეში მოგამწყდიათ და აქ გვიჩვენებს, რომ მოწყვლეული ხართ თქვენ, მოწყვლეული არის ადამიანი, რომელიც ჩაფიქრებული გყავთ და თქვენთან ერთად არის კიდევ აქ მესამე პირი, ანუ აქ ჩვენ როგორც ჩანს, სამ ადამიანზე ერთდროულად ვისაუბრებთ. ეხლა ნახეთ. სამივე ადამიანი აქ კარგავს საკუთარ მეს, საკუთარ პიროვნებას, ეს ხართ თქვენ, ეს არის თქვენი პარტნიორი და ეს არის ის მესამე პირი, რომელიც გახვეული არის ამ ყველაფერში. თქვენი პარტნიორი უარს ამბობს საკუთარ თავზე, უარს ამბობს საკუთარ მისწრაფებებზე, შეცვლილი არის მისი მიზნები, მისი პრიორიტეტები, თავდაყირად დგას ყველაფერი, შეეცვალა თითქოს მსოფლმხედველობაც კი შეეცვალა, ხო, სხვანაირი ტიპაჟი გახდა, სხვანაირი ადამიანი გახდა და აბსოლუტურად უარს აცხადებს ეს ადამიანი, ან აცხადებს, ან იძულებულია რომ გამოაცხადოს უარი სხვადასხვა მიზეზების გამო იმ რეალობის აღქმაზე, რომელიც თქვენს გარშემო არის და რომელიც განსაკუთრებით მის გარშემო არის. ხო, და არა ადეკვატურია, მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ ეს ადამიანი. თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ შეინარჩუნოთ, ოჯახის წევრზე არის აქ როგორც ჩანს საუბარი, ამ პიროვნებაზე, რომელთანაც უკვე წლებია თქვენ ურთიერთობაში ხართ, არ არის აუცილებელი ყოველთვის უფრო მქონდეთ ბეჭედი მაშინ შტამპი ქორწინების მოწმობაში. თქვენ ცდილობთ შეინარჩუნოთ ის, რაც აქამდე აშენეთ. თქვენ ცდილობთ გააკეთოთ ის, რაც აქამდე გაკეთებული ქონდათ, რაც დაგროვდა. სხვათა შორის აი ხა რაღაცნაირად მახსენდება, თითქოს როგორც წესი მე არ ვიმახსოვრებ, მით უმეტეს საჯარო გაშლებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ თითქოს იგივე ენერგია წამოვიდა, რაც რომელიღაცა წინა გაშლაში, რომელიც ახლახანს გავაკეთე. არ ვიცი, იმიტომ რომ აქ ისევ და ისევ მიჩვენებს, რომ თქვენ ცდილობთ აი ესე რაღაცნაირად აი ეს ოჯახის ხელმხერებზე მოვიდგათ და ისევ ცდილობთ შეინარჩუნოთ ის ყველაფერი, რაც აქამდე ნაშენი იყო, რაც აქამდე გაკეთებული იყო, რაც აქამდე რუდუნებით შეაგროვეთ. გრძნობები, ემოციები, სიყვარული, ურთიერთობა, ცუდით და კარგით აბსოლუტურად ყველაფერი. მესამე პირი. მესამე პირი, არ ვიცი, ხა ძალიან ესეთი უხეში რო ვიყო და ძალიან ეს ადამიანი არის გაწევრიანებული რაღაცა, არ ვიცი, სექტაში არა, მაგრამ მარტო არ მოქმედებს ეს ადამიანი, მას ყავს საკმაოდ ბოროტი ტვინი დამხმარე, საკმაოდ ისეთი მძიმე ენერგიები და არის ძალიან, აი როგორც ვთქვათ, გაღიზიანებული, ხელს უწყობენ, აკეზებენ კიდე მას. ანუ აი მესამე პირი, რომელიც თქვენთან ამოდის, მას გვერდზე კიდევ უდგას ადამიანი, რომელიც მას ეხმარება აი ამ თავისი ბოროტული განზრახვების განხორციელებაში თქვენ და თქვენი პარტნიორის წინააღმდეგ, თქვენი აი იმ პიროვნების წინააღმდეგ,
რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. თითქოს გაწევრიანებულია, არ ვიცი სექტარი, რაღაცა ორგანიზაცია არის, არ ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია რომ ასე არის, ხო, რაღაცა შაბაშივით არის მოწყობილი, სადაც აღვივებენ, სადაც აღვივებენ აი ამ შეიძლება რაღაცა ჯგუფი არის ადამიანების, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ განაწყობენ, ამას. როგორი დამოკიდებულება აქვს აი ამ ადამიანს? თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე მაქვს საუბარი თქვენს მიმართ. როგორ დამოკიდებულებაშია თქვენს მიმართ? Трудно არის განწყობილი თქვენს მიმართ. ადამიანი, რომელიც ოდესღაც თქვენთვის იყო მეორე ნახევარი, რომლისთვისაც თქვენ იყავით მისი სული და გული, რომლისთვისაც იყავით ყველაფერი, ხო, მთელი ცხოვრება, ეხლა თქვენს მიმართ არის ძალიან მტრულად განწყობილი, ძალიან ასე ნეგატიურად განწყობილი. რა არის ამისი მიზეზი? ამ ადამიანს გონია რომ ფრთები შეესხა, აბსოლუტურად ილუზორულ მდგომარეობაში არის, რეალურად არის ჩავარდნილი რაღაცა ურმოში, გახვეული არის რაღაცა ჯაჭვებში, ესე დაბმული და მას გონია რომ რაღაცა ფრთები შეასხას. მოკლედ არის აბსოლუტურად ილუზორულ მდგომარეობაში. არის თუ არა აქ პირდაპირ ვკითხულობ მაგია გაკეთებული ამ ადამიანზე. კი, და ეხლაც კეთდება. ეხლა ძალიან გთხოვთ, ზოგს მობეზრებულიც ექნება, მაგრამ მაპატიეთ, ვისაც ეს სიტყვები 1000 ჯერ აქვს მოსმენილი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად პირველად უყურებენ მსგავსი ტიპის გაშლას, ან საერთოდ ჩემ გაშლას პირველად უყურებენ და აქ აუცილებლად უნდა ვახსენო. ჩემო ძვირფასებო, ეს არის პირადი გაშლა არ არის, ეს არის საჯარო გაშლა გათვლილი მრავალ ათასიან აუდიტორიაზე და შესაბამისად უშუალოდ ეს თქვენ შეიძლება რეზონირდეს თქვენთან 100%-ით, მაგრამ საჯარო გაშლით არ იღებთ გადაწყვეტილებებს, არ დგავთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, არ გამოგაქვთ დასკვნები, განსაკუთრებით არ ვაკეთებთ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება სავალალოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება, ხო? ამიტომ, აი ეს ეხლა თქვენთან თუ რეზონირებს, რა თქმა უნდა, აქ აუცილებელი არის პირადი კონსულტაცია, სანახავია ეს ენერგეტიკაც, იმიტომ რომ აქ პირდაპირ გიჩვენებს, რადგან მე ენერგიას შევეხე, რადგან თქვი რომ არის თუ არა მასზე მაგიური ენერგეტიკული ზემოქმედება გაკეთებული და გიჩვენებს რომ არის და ეხლაც კეთდება, ანუ მოქმედებაში არის, ხო, გაკეთდა და გაჩერდა არა. ანუ ეხლაც უკეთებენ რაღაცეებს, ეხლაც აბრუებენ, იმიტომ რომ ილუზორულ მდგომარეობაშია ადამიანი ჭაობში ზის, სადღაც ორმოშია ჩავარდნილი და გონია რომ ფრთები აქვს შესხმული და ჭუაზე არ არის. ხო? ამიტომ აქ აუცილებლად საჭირო არის პირადი დიაგნოსტიკა, ენერგეტიკული დიაგნოსტიკა, იმისთვის რომ ინახოს რა ხდება. გასაგებია დამოკიდებულებაც თქვენს მიმართ, აი ეს აგრესიული ნეგატიური დამოკიდებულება თქვენს მიმართ რატო არის. ამ ქალის აი რაღაცა მესამე პირის, ვინც არის დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ეს არის აუტანელი, ჯერ ერთი ვერ გიტანთ ეს ადამიანი, ეს იცოდეთ, ვერ გიტანთ ეს ადამიანი. ბევრისთვის აქ შეიძლება როგორ განვითარდეს, იცით, უბრალოდ გაიხსნას ეს სიუჟეტი, როგორ იცით, რომ ეს პიროვნება, რომელიც აი ხა თქვენ ურთიერთობაში ერევა და არევს აქ ყველაფერს და ურევს, პირველ რიგში ვერ გიტანთ, მაგრამ ვიღაცაებისთვის რაღაცა ნაწილი, ხო, მიყვარს პროცენტულად შეფასება, ხო? აქ იქნება კატეგორია, რომლებიც აი შეიძლება უახლოეს მეგობარი იყოს, მეზობელი რომელთანაც კარგად ხართ, მეგობარი იყოს, რომელიც თქვენ ღალატობთ და გაბმული აქვს რომანი თქვენს პარტნიორთან. და თქვენს გვერდზე დგას და ჭკუას გარიგებთ და ვითომ თქვენთვის კარგი უნდა, ვითომ ძალიან ბრძნულ რჩევებს გააძლევთ, თანადგომას გიცხადებთ. აქ ჩანს ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა თქვენ, თითქოს იცნობთ მას, აი ბევრთან აი ესეც იქნება ესეც რეზონირდება, აი ესეთი სიუჟეტიც გათამაშდება, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ადამიანი შენიღბულია. თითქოს თქვენ მხარეს არის, თითქოს თქვენ გიცავთ და ცდილობს რომ რჩევები მოგცემთ, რომ შეინარჩუნოთ ეს ურთიერთობა, თუ კარგად იყოს, შეიძლება საერთოდ არ არის საჭირო ამ ურთიერთობის შენარჩუნება, ვისთვის როგორ, ხო, ვისთვის რას ნიშნავს კარგად ყოფნა და როგორ იქნება უმჯობესი, მაგრამ ეს ადამიანი თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს. აი ესეც გათამაშდება, აი იქნება აქ კატეგორია ესეთი, ვიდრე ესეც გათამაშდება. ეს ყველაფერი. თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ხანდახან გონიათ რომ თქვენი ბრალი არის ეს ყველაფერი. არ ვიცი, შეიძლება ხვდებოდით კიდევაც, ხო? და არ ვიცი, არ მოქმედებდით თუ ვერ უჯერებდით იმ ყველაფერსაც თქვენს გარშემო ხდებოდა. ეს ხშირად ვამბობ, ძალიან ბევრჯერ მქონია, როდესაც თქვენ ჩვენ აქ წმენდის
რიტუალებებზე მუშაობთ, იქ მოხდა განეიტრალება თუ სხვა, როდესაც კლიენტთან მუშაობ, ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ ადამიანი საკუთარ თავს ადანაშაულებს. აი მე რომ ესე არ გამეკეთებინა, არა. ჩემო კარგო, ნუ ადანაშაულებთ საკუთარ თავს და ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ვეუბნები ესეთ ადამიანებს, რომ რასაც თქვენ არ გააკეთებთ, იმის წარმოადგენა თქვენთვის არის ძალიან რთული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს სხვები არ გააკეთებენ და არ იკადრებენ. უბრალოდ თქვენი გონება ვერ უშვებს ამას. აი ზუსტად ამ სიტუაციაში ხართ თქვენ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის დაშვება თქვენთვის. ვერ იჯერებთ, რომ შეიძლება იყოს ესეთი დონის ღალატი, თუნდაც საუკეთესო მეგობრისგან, ახლობელი ადამიანისგან, დაქალისგან, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ხდება. ეს ყველაფერი ხდება, ეს ყველაფერი ჩვენი რეალობის ნაწილია და ზუსტად აი ეს მომენტი გაქვთ, რომ თითქოს საკუთარ თავსაც იდანაშაულებთ, ნუ იდანაშაულებთ საკუთარ თავს. ძალიან გჭირდება თქვენ ახლობლების დახმარება, ან ადამიანის დახმარება, თანადგომა, რომელიც შეძლებს დაგეხმაროთ, რომ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანოთ. სიტუაციიდან გამოყვანა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მანდა მაინც ამ მამაკაცთან უნდა იყოთ თქვენ. მაგრამ აქ ეს რაღაცა კარმული ამბებიც არის. ძალიან კარმული ამბებიც არის აქ. თითქოს კარმული ურთიერთობაც არის, რაღაცები დასამუშავებელია თქვენთვისაც, პარტნიორისთვისაც. ნუ მიყვებით ამ ყველაფერს ესე ბრმად, როგორც იქნება, დინებას აქ არ უნდა მიყვეთ. აი ეს სწორედ ის სიტუაცია არის, როდესაც ამბობენ, რომ ბრმად გაყოლა სიტუაციის ნიშნავს შეცდომას. რომ მკვდარი თევზი მიყვება მხოლოდ დინებასო. ნუ მიყვებით. აი ეს ამ სიტუაციაში ესე არის, ხო? თითქოს ბრმად ხართ, აი რაც იქნება. იმიტომ რომ აქ რაღაცა კარმული ამბებიც გამოგვიჩნდა. თან გრძნობთ, რომ აი ხა ეს სიტყვები რომ გაიგეთ, თითქოს ამბობთ, რომ ხო მონათესავე რაღაცა თითქოს მონათესავე სულები ვართო ხართ? კი ხართ, აქ ავადმყოფობა მოგვივიდა. ვისგან მოდის ეს, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ეს? ორივესთან არის. ორივესთან არის გარკვეული პრობლემები წარმოქმნილი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ ვიცი, იქითაც აჩვენებს, აქეთაც აჩვენებს. კი, ორივესთან თანაბრად. ნუ შეიძლება იმიტომ რომ აქ თუ ენერგია დასუსტებულია, თუ დაზიანებულია, თუ მოხდა თავდასხმა ენერგეტიკული, რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელობაზე ენერგოტონუსი ვარდება, ენერგია სუსტდება, აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და შესაბამისად ეს ყველაფერი ენერგია ვართ, ხო? აქ ყველაფერს რასაც ხედავთ, ხო? მაგიდაც კი ენერგიაა, ხო? და შესაბამისად თუ აქ სისუფთავე არ არის, აქ უკვე სხვა სახის პრობლემებიც წარმოიქმნება, ჯანმრთელობის პრობლემებიც წარმოიქმნება. ეს ჩანს მამაკაცთან განსაკუთრებითაც ჩანს. ვიღაცა სულოცვაში ატარებს დროს, რომ აი იქნებ ყველაფერი გამოსწორდეს, დაალაგდეს. გამოსავალს ეძებთ, მაგრამ თითქოს ჯერჯერობით სწორ გზაზე არ გახართ, იმ გზაზე არ გახართ, რომელ გზაზეც უნდა იდგეთ, არ გიპოვიათ ჯერ ამდენი ცრემლი. აი, იცით როგორ სულის ტკივილი, ცრემლი, აი რაც ამოდის თქვენთან, აი ეძებთ, სულ გამოსავალს ეძებთ, გამოსავალი აქ არის სწორედ აი ენერგიის გასწორებაში. აქ ხა გვიჩვენა ხო რომ არის ენერგეტიკული თავდასხმა. თითქოს ხედავთ, ხვდებით ამ ყველაფერს, მაგრამ აღიარებაც არ გინდათ. და ამ ყველაფერთან გაუცხოება, აი ამ რეალობასთან, რომელიც შექმნილია, ეს საშინელი რეალობა, რომელიც შექმნილია აქ, ხო? აი ამ ყველაფერთან თქვენ თითქოს გაუცხოება გინდათ. პარტნიორი ნახოთ ახლა. პარტნიორი როგორ ღებულობს ამ ყველაფერს. ნიკი გავიგეთ, მაგრამ ინსტინქტების დონეზე არის დასული, აი ძალიან მარტივი ინსტინქტების დონეზე არის გასული, ჩვეულებრივად არ წმუნებს საკუთარ თავს, რომ აი რაღაცა შავხრელში რომელშიც არის მოხვედრილი, ამით უნდა აი გეომეტრიული პროგრესიით მიექანება უსკროლისკენ ეს ადამიანი. თავის და უნებურად, იმდენად დარწმუნებულია, იმდენად აი როგორ არის, აი თავზე ადგას ვიღაცა და უკაკუნებს, ხო, ასე უნდა იყოს, აი ესე არის, კი ასე უნდა იყოს. აი აბსოლუტურად დარწმუნებული ამ ყველაფერში. ხანდახან აქვს მომენტები, რომ განმარტოება უნდა. ძალიან უნდა, მაგრამ ამის საშუალება მას არ ეძლევა. მას სჭირდება განმარტოება, მას სჭირდება აი ეხლა ისევ არ ვიცი რომელ გაშლა შეიძლება ჩემმა მაყურებლებმა თქვენ უფრო გაიხსენოთ, იმიტომ რომ აი თითქოს იგივე ენერგია მოდის აბსოლუტურად, თითქოს იგივე ენერგია შემოვიდა.
ბოდიში ჩემოსული ხარვეზისთვის ხმაური ისმოდა და დავაპაუზე და გავაგრძელებ ახლა. თითქოს აი იგი იმას ვამბობდი, რომ თითქოს იგივე ენერგია შემოვიდა, რაც აი ვიღაცა წინა გაშლაში იყო იგივე ადამიანზე. აი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს მომისმინა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დამიჯერა და ისევ სათქმელი მისთვის წამოვიდა. ისევ იგივე თემას მელაპარაკება ტარო, რომ კიდევ უთხარით, კიდევ გამომეორე, ხო? და აი აქ უჩვენებს რას, ხო, რომ პარტნიორი ცდილობს განმარტოებას, აი ამ სიტყვებმა გამახსენეთ სწორედ განმარტოებას თავისთვის ყოფნას, რომ აი რაღაცნაირად დაფიქდეს, მას ჭირდება ეს სიჩუმე, ძალიან ბევრი ხმაური არის. აი რაღაცა ქაოსში, რაღაცა არ ვიცი რა არის მის გარშემო რა ხდება, მაგრამ ძალიან დიდ ქაოსში არის, ძალიან დიდ ხმაურში არის და ამ ხმაურიდან ვერ ამოდის ეს ადამიანი. ცოტა ხანი მაინც რომ იყოს სიმშვიდეში, ის უკვე მიხვდებოდა რა ჭირდება მას, რა არის მნიშვნელოვანი მისთვის. რაღაცების გააზრება შეიძლება გამოსვლოდა, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმაურში არის ახლა ეს ადამიანი. მისი რეალური დამოკიდებულება თქვენს მიმართ. თავდაყირად დგას, აი აბსოლუტურად თავდაყირად დგას, იმიტომ რომ ვერ აკეთებს ვერც არჩევანს, ვერ იღებს ვერც გადაწყვეტილებებს თქვენს მიმართ კი არა, აქ უფრო საკუთარი თავის მიმართ ის სადღაც ქვეცნობიერში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შინაგანად აბსოლუტურად დანგრეულია და დაშლილია. სადღაც ხვდება კიდევაც რომ ჩამოიშალა მისი პიროვნება, ჩამოიშალა მისი ცხოვრება და აქ კიდევ ძალიან დიდი უნიმედობა არის ძალიან დიდი სტრესი, რომელსაც განიცდის. თავდაყირად დგას ეს ადამიანი. აქ საქმე მიდის საკუთარი თავის უარყოფამდე. ამ ადამიანს ძალიან უჭირს და ამ ადამიანს ძალიან ჭირდება ქმედითი დახმარება. აი ეს ადამიანი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეს ადამიანი საკუთარ თავს უარყოფს აქ. და ეს ძალიან ცუდია. აქ არის უკვე უძილობა, აქ არის შინაგანი ნგრევა, აქ არის ენერგეტიკული ნგრევა, აქ არის ყველა მხრიდან უკვე ჩაკეტვები და უკვე საკუთარ თავს უარყოფს. აი როგორც კი წამოუვა ფიქრები, რომ რაღაცა აი ოდნავ მაინც თუ შეძლებს იგრევე ჩერდება. არა და მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ ეს არის აქტიური, როგორ გითხრათ, აი აქტიური მზის ენერგია, როდესაც აი მოკლედ ძალიან დიდ ჭრილში არის. მისი ოჯახი თქვენ ხართ, მისი სიმშვიდე, სიმყუდროვე, ზომიერება, ხო, თქვენ ხართ. და ეხლა ჭრილში არის, აი ეს მზის სხივი აკლია. ჭრილშია და ჭრილობს რომ ამ ჭრილს შეება რაღაცებს ვერ პატიობს კიდევაც საკუთარს იმდენად დადრგუნულია რომ ვეღარ პატიობს და ჯობია რომ წავიდეს. კი ესეც არის. მე არ მეყოფა ენერგია, მე იმდენად უსინდისო რომ ვერაფერს ვერ შევძლებ, თან პლუს ამაზე ვიდა ძალიან დიდი ენერგეტიკული წნეხი არის მასზე, მაგიური თავდასხმები არის მასზე, რა თქმა უნდა მას ენერგია არ ეყოფა რომ გამოვიდეს აი ამ ყველაფერთან. თუმცა არის აი ეს მცირე გამონათებები და ფიქრი იმაზე რომ მე არასწორად ვიქცევი, მე დამნაშავე ვარ, დამნაშავე არის თქვენს წინაშე, ეს ფიქრები ნამდვილად არის აქ, მაგრამ საკუთარი თავის პატიებაც არ შეუძლია, თითქოს რომ ვეღარ გამოვასწორებ ვერაფერს, აი ესე არის. ძალიან შეიძლება განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ იმისთვის რომ რაღაცა გამოვასწორო და ნორმალურ კალაპოტში გადაიყვანო, ამას სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, რომელიც აი ამ ვაჟბატონს ნამდვილად აღარ აქვს შერჩენილი. ამ ადამიანს რეალურად ძალიან სერიოზული დახმარება და გორჩი დგომა ჭირდება. აი ესეთი გაშლა გამოვიდა, მძიმე გაშლა გამოვიდა ნამდვილად, მაგრამ ეს გაშლა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის იმ ადამიანისთვის, რომელმაც მისმინა ცოტა ხნის წინ და მაინც ვერ დაიჯერა, ვერ მიიღო და აი არ ვიცი რატო ვამბობ ამას, მაგრამ ასეა. მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.